მოგესალმებით დღეს დილიდან მოვისმინე ილონ მასკის საკმაოდ ძელი ინტერვიუ ინგლისურ ესე გამოცემლობასთან ტელევიზიასთან The Economist რომელიც როგორც გაირკვა ინტერვიუდან არის უფრო ლიბერალური ხასიათის და სადაც ილონ მასკი საუბრობდა ძირითადად ხელოვნური ინტელექტის მომავალზე დაახლოებით მან აღნიშნა რომ 10 წლის შიგნით ძალიან დიდი გარღვევები იქნება ხელოვნურ ინტელექტში და აი ამაზე იყო საუბარი ძალიან საინტერესო და ეს საუბრობდა ადამიანი რომელიც თვითონ არის ემიგრანტი სამხრეთ აფრიკიდან და ამერიკაში ესე იგი ჩავიდა და გახდა დღეს სოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. ანუ რა შესაძლებლობა მისცა ამერიკამ ამ შემთხვევაში დასავლურმა ესე იგი ცივილიზაციამ ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ფაქტურად ჩავიდა არავითარი ფინანსური საშუალება არ ქონდა ისე. მე დამსა შტაბის-დილება რომ ამ მიმართულებით ილონ მასკი ასევე სხვები ვინც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტზე, მათ შორის მან აღნიშნა ჩინეთის ესე იგი მიმართულება როგორ მაგრად მუშაობ ჩინელები ამაზე, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოს სამუდამოდ ჩამოვჭით ამ ესე იგი განვითარებას და ტექნოლოგიებს. ასევე ილონ მასკი საუბრობდა, რადგანაც კითხვები დაისვა, მის დამოკიდებულებას ევროპის მიმართ და ეს ქალბატონი იყო ჟურნალისტი ამ გამომცემლობის, ის საუბრობდა რომ ევროპაში რადგანაც ესე იგი დემოგრაფიული ფაქტორი არის ძალიან დაბალი და ფაქტიურად ევროპა ბერდება, რადგანაც ოჯახში შვილების რაოდენობა ფაქტიურად საშუალო გასაშუალებული ორზე ნაკლებია, ფაქტიურად დეპოპულაცია ხდება, ამიტომ შეზღუდული რაოდენობით მიგრანტების შემოსვლა ევროპისთვის არის კარგი, რადგანაც ის საუბრობდა რომ ბუნებრივია საზღვრები ევროპის უნდა იყოსო დაცული, შესაბამისად ეს მიგრანტები ზოგადად შეზღუდვა უნდა იყოს ოღონდ რა თქმა უნდა ნიჭიერი და რაღაცა საზოგადოებას რომ შემატებენ ისეთი მიგრანტების შემოსვლა არ უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ მასიურად ის მიგრანტების რომელიც ასევე ჩადიან ცუდ ამბებს და აუპატიურებენ და ასევე კრიმინალი ამ შემდეგ ეს უნდა იყოს შეზღუდული და ასე შემდეგ და ბევრი კიდევ სხვა საკითხზე იყო საუბარი. მე ახლა ამ თვალსაზრისით აი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ვიფიქრე რომ იმის ფონზე რომ მთელი მსოფლიო არა მარტო მდიდარი ქვეყნები ვისაც პრეტენზია აქვს სოფლიოს მართვაზე ანუ ამერიკა და ჩინეთი, ასევე სხვა ქვეყნები, ევროპული ქვეყნები და სხვა ქვეყნები მუშაობენ მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, მუშაობენ ტექნოლოგიებზე, ჩვენ ამ შემთხვევაში საქართველოს გვინდა უკან მოbrundet ქვისხანაში სოფლის მეურნეობა, აგრარული მიმართულებები და ის ძლიერი მხარეები, რაც ჩვენთან ჩამოყალიბდა ისტორიულად, ანუ ძლიერი სამი სკოლა, ეს მათემატიკური მუსხელიშვილი ვექუა, ეს ფიზიოლოგია ბერიტაშვილი და ასევე უზნაძე განწყობის თეორია, ესენი ფაქტიურად მაქსიმალურად გავანადგუროთ, თუმცა ეს განადგურება დაიწყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის დროს. და შესაბამისად ის არსებული შემორჩენილი კიდევ სკოლები მათემატიკაში, გამოყენეთ მათემატიკაში, მათ შორის ჩვენი ჯგუფი, ესე იგი პელაზგური სამეცნიერო გუნდი, ჩილაჩავა
კვაშილავა ფოჩხუა, რომლებმაც დაამუშავეს თეორია ქართველენოვანი ესე იგი მოსახლეობის ტრანსფორმაცია 4 ქართველ ენოვანი მოსახლეობად ქართულად, მეგრულად, ლაზურად და ესე იგი სვანურად ესე იგი ქრისტეს შობამდე 50 საუკუნედან დღემდე და ეს გამოქვეყნებულია ბევრი იმპაქტორიან ჟურნალებში და ბრწყინვალედ სამეცნიერო ხარისხით დაიცვა გია კვაშილავამ. ასევე ჩვენ ახლა ბათუმში სამეცნიერო კონფერენციაზე წარვადგენთ ძალიან ნოვატორ, ინოვაციურ მათემატიკურ მოდელს, რომელიც ხსნის როგორ გადაურჩნენ გარკვეული ცივილიზაციები გარშემო მყოფ იმპერიებს ან იმ მრავალრიცხოვან მოსახლეობებს, რომლებიც იყო ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და ლამობდნენ ამ ცივილიზაციების ფაქტურად განადგურებას. ეს ეხება ქართველურენოვან პოპულაციებს, ეს ეხება შვეიცარიელებს, ბასკებს, კიდევ სხვებს და ჩვენ პირველად მათემატიკური ენაზე მართალია რთული ესე იგი ამოცანა არის, საწყის სასაზღვრო ამოცანა პარაბოლური ტიპის კერძო წარმოებულიანი განტოლებისათვის მივაგენეთ იმ თავარს, რა არის თავარი მიზეზი იმისა, რომ ეს პოპულაცია, ცივილიზაციები, მათ შორის ქართველენოვანი, ასევე ბასკები, ასევე შვეიცარიელები, კიდევ ბევრი სხვა, რამ გადაარჩინა. ხოლო ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი თქვენ ეს ყველაფერი მიატოვეთ, დაკავდით აგრარული სპეციალობებისათვის, არითმეტიკის, საწყისი ალგებრის, რაც შემოგთავაზა მერვე საუკუნეში ალ-მუჰამედ ალ-ხორეზმიმ, ანუ წრფივი და კვადრატული განტოლების ამოხსნის, დაუბრუნდით ამას და ასწავლეთ ასევე მარტივ დონეზე კალკულუსი აგრარიკოსებს. ანუ თქვენ ესე იგი იმ დიდი პრობლემებიდან, რაც აქვს მთელ მსოფლიოში გამოყენეთ მათემატიკოსებს, ინფორმატიკოსები, ჩამოდით მიწაზე ნაწილობრივ მეცნიერულ ქვის ხანაში. აი ეს არის ძალიან ცუდი რაღაცა, ამიტომ ჩვენ ფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მაინც იმის გაანალიზება, გვინდა თუ არა ჩვენ მეცნიერულ ქვის ხანაში დაბრუნება, თუ რა თქმა უნდა ესე იგი გარკვეულწილად მივიღოთ მონაწილეობა პატარა მაინც იმ პროცესებში, რაც მუშავდება წამყვან ცენტრებში, როგორც არის ამერიკა, ევროპა და მათ შორის ჩინეთში და ვფიქრობ, რომ სომხეთი ზუსტად გახდება ერთ-ერთი ხაბი ამ მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში, სადაც პროგრამისტები, ესე იგი ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები გარკვეულწილად გარკვეულ ქვეამოცანებს, რომელიც დასახული იქნება ამერიკა, ევროპაში, ესე იგი იმუშავებენ ამაზე. სამწუხაროდ საქართველო აქ უკვე რჩება სრულ თამაშგარეში. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რასაც მე როგორც რიგითი მეცნიერი განვიცდი, როგორც იმ კუთხეშვილი, სადაც დაიბადა გენიალური ქართველი მეცნიერი ილია ვექვა, რომლის 120 წელი მოდის მომავალ წელს და ჩვენ ამ წელს არ უნდა შევხვდეთ მხოლოდ სოფლის მეურნეობის სპეციალობის განვითარებით და თუნდაც ენოლოგიით, რადგანაც ჩვენ ქართველებს ესე იგი ეს კულტურა ძალიან გვიყვარს. ჩვენ ვართ ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ყველა იმ მიმართულებით მივიღოთ მონაწილეობა, ოღონდ სწორი აქცენტები უნდა იყოს, მათ შორის უმაღლეს, საშუალო და ესე იგი მეცნიერებაში განსაკუთრებით. დღეს ყველა თავის თავს მეცნიერს უწოდებს,
მათ შორის ის, ვინც თავის ეგრეთ წოდებული დაცული დისერტაციის სათაურიც არ ახსოვს. მაგრამ თავის CV-ში გამაგრებას იკეთებენ, რადგანაც ზიან პარლამენტში, მთავრობაში და ესე იგი რომ იკითხონ თქვენ ისინი იტყვიან მერე რა რომ ვეკუა და მუსხელიშვილი იყვნენ მეცნიერები, ჩვენც ვართო მეცნიერები, გვაქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი. რეალურად ეს არის დიდი კატასტროფა ამ თვალსაზრისით. ამიტომ უნდა შემოვიდეს ესე იგი აუცილებლად მეცნიერების რეგულირების კომისია, რომელიც დაადგენს, რომ მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სამწუხაროდ იკვეთება ბოლო დროს პლაგიატის ამბები და ის პიროვნება აკადემიკოსი, რომელიც იპარავს მეორე აკადემიკოსის შრომებს და პირდაპირ ესე იგი აქვეყნებს ამას თავის სახელით, ესეთი არ უნდა იყოს არა მარტო აკადემიის, არამედ აკადემიურ სივრცეში უნდა იყოს და ასევე უნდა გადაიხედოს ბევრი იმ ეგრეთ წოდებული სტახანოვის მეთოდით დაცულ აკადემიურ დოქტორის იმებს, რომელიც ხდებოდა და ხდება დღემდე ერთ-ერთ სახელისუფლება უნივერსიტეტში და კიდევ ზოგ სხვა უნივერსიტეტებში. ამიტომ თუ ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ მეცნიერულ ქვის ხანაში, უნდა მეცნიერების მიმართულება მივანდოთ მეცნიერებს და არა იმ იურისტებს, რომელმაც შეკრება არიციან და არიციან ალ-მუჰამედ ალ-ხორეზმი, რომ მერვე საუკუნეში ხსნიდა წრფივ და კვადრატულ განტოლებებს, ხოლო ამ საუკუნეში 21-ში ზოგიერთი მათგანმა შეიძლება წილადები ვერ შეკრებოს და ვერ მით უმეტეს გამოაკლოს. ფიქრობ რომ ჩვენ მაინც მომავალი გვაქვს და ამის იმედი არის ის ახალგაზრდო ცოტა მაგრამ რომელიც სწავლობს დღეს MIT-ში, ამერიკაში, ევროპაში ეს ხომაროველებით ბევრი სხვა და ისინი მაინც ესე იგი შეძლებენ რომ ქართველების სახელი მაინც გაიტანოს, მაგრამ თავარია აქ საქართველოში მოხდეს სწორი ორიენტაცია. ანუ მეცნიერული განათლების სფერო უნდა მივანდოთ სპეციალისტებს. მადლობა ყურადღებისათვის.